გამარჯობა. ძალიან საინტერესო თემა მაქვს დღეს და ეს თემა ეხება ჩინეთს. რატომ ჩინეთს ბოლოში მოგახსენებთ? მანამდე კი მინდა ისტორიული ექსკურსია შემოგთავაზოთ და წინასწარ ვიტყვი, რომ ეს, რასაც ახლა დღეს ჩემი დღევანდელი თემა არის ოპიუმის ომებზე. კაკაჩოსუნი დავწერე, იმიტომ ოპიუმის ხსენებას მოვერიდე და არის ასევე დიდი სურათის დანახვაზე. მოკლედ, ნაოსნობის განვითარებამ მაშინდელი ძლიერი ქვეყნები, როგორც დიდი ბრიტანეთის სამეფო, საფრანგეთი, პორტუგალია მიიყვანა ისეთ იდუმალებით მოცულ და საინტერესო ქვეყნებამდე, როგორიც მაშინდელი ჩინეთის სამეფო იყო. მით უმეტეს, რაც დიდმა ბრიტანეთმა ინდოეთის კოლონიზაცია შეძლო, უკვე გაიოლდა ჩინეთთან მიღწევა და მაშინ დიდ ბრიტანეთს წარმოადგენდა აღმოსავლეთ East Indian Company, ესე იგი აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია იყო მისი წარმომადგენელი და ისინი ყიდულობდნენ ჩინეთისაგან საქონელს. ჩინური საქონელი ძალიან მოთხოვნადი იყო, ეს იყო აბრეშუმი, ფაიფური, ჩაი და ასე შემდეგ. ჩინეთის სამეფო, რომელსაც მართავდა მაშინ კინჯ დინასტია, რომლებიც წარმოშობით მანჯურიდან იყვნენ, ესე იგი წარმოშობა არ იყო ჰან ჩინური და ამასაც აქვს მნიშვნელობა შემდეგში მიხვდებით. ქვეყნის სუვერენიტეტს ძალიან მოფრთხილდებოდა და მხოლოდ ერთი პორტი გახსნეს სავაჭროდ, ეს იყო კანტონი. აქედან გამომდინარე, ისინი აკონტროლებდნენ რასაკვირველია ვაჭრობას და აღმოჩნდა პერიოდის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ვაჭრობის ბალანსი დაუბალანსებელი იყო ვაჭრობა დიდ ბრიტანეთს და ჩინეთს შორის, რადგან ისინი ყიდულობდნენ ჩინეთიდან ბევრ საქონელს და ჩინეთი მათგან არაფერს ყიდულობდა და ამიტომაც მოხდა საუბარი და ეს საუბარი დიდი ბრიტანეთის საჯარო მოხელეს, რომელიც წარმოადგენდა მაშინ იმ აღმოსავლეთ ჩინეთის კამპანიას თუ ფირმას, ეს არის ჯორჯ მაკარტნი, ეს მოხდა 1793 წელს ეს საუბარი მაშინდელ კეისართან, ჩინეთის კეისართან და საუბრის მიზანი იყო, რომ ეგება ჩინეთში შესულიყო რიგი პროდუქტები, რომლის შეთავაზებაც დასავლეთს შეეძლო. მაგრამ კეისარმა დიდი ყურადღება არ მიაქცია და არანაირი სურვილი არ გამოხატა. მოკლედ, ამ ბალანსის, უარყოფითი ბალანსის შესაცვლელად უკვე თავს იტეხავენ ესენი და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქვეყანამთვის ძალიან დიდი ქვეყნის სიძლიერისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ვაჭრობის ბალანსი იყოს დაცული. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ იმპორტი მეტია ვიდრე ექსპორტი, ეს არ მეუთითებს ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე, მით უმეტეს თუ იმპორტი რიგი ქვეყნების შემთხვევაში არის პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები, რადგან ამით დამოკიდებულება ძალიან დიდია სხვა ქვეყანაზე და მის მიერ დანიშნულ ფასებზე. აი ამ შემთხვევაში ეს დაუბალანსებლობა, რომ ძალიან ბევრი ვერცხლი შევიდა ჩინეთში, რადგან ჩინეთი ითხოვდა ამ საქონლის გაყიდვისას, რომ ის ვერცხლით გადაეხადათ და ეს ვერცხლი არ გამოდის ახლა ამათგან. მოკლედ, მოხდა ისე, რომ ინდოეთში იაფად აწარმოებდნენ ოპიუმს.
ახლა ეს როდის დაიწყო და რამეზენთ ეს კიდევ სხვა საქმე არის და მოკლედ ბენგალიდან, რომელიც კოლონიზირებული ჰქონდათ, ხდებოდა შემოტანა და ასევე აი ეს მთავარი პორტი რომ იყო, იქ მოისყიდეს მებაჟეები, მოისყიდეს იქ მომუშავე პერსონალი და მოკლედ ხდებოდა ჩუმად ოპიუმის შემოტანა ჩინეთში და მოსახლეობაზე ასევე ჩუმად გაკეთვა. ჩინეთში ოპიუმი ცნობილი იყო, რასაკვირველია, ის გამოიყენებოდა სამკურნალოდ და იყო ძალიან ძვირი, რადგანაც მხოლოდ სამკურნალო დანიშნულებით ხდებოდა ამ ოპიუმის წარმოება და ამ მისი კანონების გვერდის ავლით, მოკლედ ქვეყანაში ვრცელდება ოპიუმი და ეს ვერცხლმაც დაიწყო გამოთინება, მაგრამ ვერცხლის გამოთინებას ვინ ჩივის? მოგეხსენებათ ოპიუმის დამანგრევებელი შედეგები საზოგადოებაზე, ასევე ეკონომიკაზე ძალიან ბევრი ხდება დამოკიდებული და მე გაუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ 1940 წელს დარეგისტრირებული ოფიციალური რიცხვი 40 მილიონზე მეტი ოპიუმზე დამოკიდებული. ამით ანგრევ ქვეყანას. მოკლედ, ამ ეს მოხდა აი ამ სპორტში, კანტონის სპორტში ამის გაშლა და განვითარება, რასაკვირველია, მივიდა მმართველობის ყურამდეც და კეისარმა გაგზავნა თავისი ერთი მოხელე, რომელმაც რომ ჩავიდა, შოკი მიიღო, იმიტომ იოლად დაადგინა, რომ ძალიან ცუდად არის საქმე, უზარმაზარი რაოდენობის ოპიუმი შემოედინება ქვეყანაში და იქ კორუფცია არის, მოსყიდული არის საბაჟო და იქვე დაადგინა, რომ უზარმაზარი რაოდენობის ოპიუმის მარაგებია, რომლებიც ელოდება გაყიდვას. და მან მთელი თავის ძალაუფლება გამოიყენა და ისინი საჯაროდ დააწვევინა. მოკლედ ამაზე ახლა რეაქცია ბრიტანეთის პარლამენტში. რადგანაც აი ეს ოპიუმის დააწვევინა, ეს იყო დიდ თანხებთან დაკავშირებული და მათმა წარმომადგენელმა იმ ვაჭრებს, რომლებსაც ეს შემოჰქონდათ, შეპირდა ამ თანხის კომპენსაციას და ეს თანხა იმხელა მაღალი იყო, რომ მთლიან სამეფო კარის, ბრიტანეთის სამეფო კარის მთლიან წლიურ ხარჯებს აღემატებოდა. და რასაკვირველია, ესეც იყო პრობლემა. მოკლედ პარლამენტში იმშელეს და მიიღეს მაშინ გადაწყვეტილება ამ ომებისათვის და ეს მისი ამ ომის წინააღმდეგი იყო ცნობილი, მაშინ ახალგაზრდა ოპოზიციონერი კონსერვატორი და აქაც უნდა მოდით კარგად სახელი რომ არ დამავიწყდეს. სად დავწერე, ახლა ეს არის ხო. უილიამ გლედსტოუნი, რომელმაც თქვა საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მაშინ პალმერსტონი და თქვა, რომ ეს არის მისი ოპიუმის ომი ჩინეთის წინააღმდეგ და ეს არ არის სამართლიანი, რომ ეს არათუ სამართლიანი არ არის და მორალურად არამორალურია, არამედ გამოიწვევს ღვთის რისხვასო. აი ეს იყო მისი დიდი პროტესტი. შემდეგ ის 4-ჯერ იყო პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის. მოკლედ, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, მოხდა ამ ორი ომი განახორციელა ბრიტანეთმა. მეორე ომში საფრანგეთიც იყო ჩართული. პირველი ომი იყო 1839-42 წლებში და იცით, ძალიან საინტერესოა. მათ ძალიან ნაკლები დანაკარგი ჰქონდა და ძალიან ნაკლები რიცხვი, რომლებმაც ჯარისკაცებიათ ვინც იბრძოდა. ძალიან აზრიანად მათ მოახდინეს თავიანთი ფლოტით ჩინეთის პორტების კი არ დაიკავეს მათი ბლოკადა.
და აღმოჩნდა, რომ ჩინეთს სხვანაირად ხურბალიც ვერ შემოჰქონდა, ესე იგი, აი ამ ბლოკადით და ძალიან ნაკლები დანაკარგით, ჩინეთის მხარეს უფრო მეტი დანაკარგი იყო, აიძულეს სრულიად მოუმზადებელი ჩინეთის სამეფო, რომ ხელი მოეწერა ძალიან არახელსაყრელი პირობებისათვის. ჰონკონგის კუნძული დაკარგა, გადავიდა ბრიტანეთის მფლობელობაში და იძულებული გახადეს გაეხსნა არა მარტო კანტონი, არამედ სხვა პორტები ვაჭრობისათვის და დანარჩენის ბევრი პირობა იყო ძალიან არახელსაყრელი ჩინეთისათვის და პლუს კიდე უზარმაზარი თანხების გადახდა დაავალეს აი იმ რაც დაწვეს იმ ოპიუმის კომპენსაციისათვის და საინტერესო არის ის რომ ხელშეკრულებაში მხოლოდ ერთი სიტყვით ხდება ოპიუმის გამხსენება რადგან მაშინაც შესანიშნავად იცოდნენ რომ ეს იყო ამორალური ომი ქვეყნის წინააღმდეგ და ასევე მოსახლეობის წინაშე და რომ ეს აი ეს არ უნდათ რომ ეს გაჟღერებულიყო და აი ამიტომაც მხოლოდ ერთი სიტყვით მოიხსენება წერია. აი ამ პერიოდში და მეორე ომი მოხდა 12 წლის შემდეგ 1856-1860 წლებში და უკვე აქ უფრო მადაზე მოსულმა ბრიტანეთის იმპერიამ პლუს დაემატა სხვა ქვეყნები კიდევ საფრანგეთიც, შემდეგ ამერიკაც მოვიდა მადაზე, მაკაო ჰქონდა იქ ენკლავე ჰქონდა გაკეთებული და დაპყრობილი პორტუგალიას იცით აიძულეს აი ეს როგორც მოიხსენება უკვე უკბილო დრაკონი აიძულეს რომ ლეგალიზაცია გაეკეთებინა. ესე იგი მათ უკვე შეეძლოთ რომ ქვეყანაში ეს ოპიუმის ვაჭრობა უკვე მალულად კი როგორც უნდა ისე ეწარმოებინათ. და როგორც თქვი ძალიან ბევრი ჩინელი გახდა დამოკიდებული, ჩამოიშალა ქვეყნის ეკონომიკა და ეხლა რაც საინტერესო არის, რომ აი ამ სიტუაციაში ეს კეისარი და მისი ქვეყნის მმართველობა ესე უძლური იყო, ძალიან დიდი როლი ითამაშა და ძალიან დაასუსტა ქვეყნის მმართველობა ეგრეთ წოდებულმა ჰაიფინგის აჯანყებამ. ეხლა მოდით ვნახოთ ეს რა არის. ეს არის ჩამოსული მისიონერების მიერ ინიცირებული ჩინეთის დასუსტების მიზნით აი ეს აჯანყება, ესე მოკლედ რო ვთქვათ, ამ პერიოდში ასევე მოხდა ძალიან ინტენსიურად მისიონერების შემოსვლა. ისინი ადრეც შემოდიოდნენ ჩინეთში, საინტერესო ისტორიები არის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აი ამ პერიოდში, აი ოპიუმის ომებთან მიმართებაში მოხდა მათი ინტენსიურად შემოსვლა. და მათ ძალიან მოინდომეს, რომ მოსახლეობისაც ასევე დახმარება აღმოეჩინათ იქ, სადაც შეიძლება ჩინური კულტურა ასე ძლიერი არ იყო. მაგალითად, კიდევ თავეთი ცოდნა გაეზიარებინათ და მათ ნდობაც მოიპოვეს მოსახლეობაში, განსაკუთრებით იქ, სადაც მმართველობით უკმაყოფილო ეროვნული უმცირესობა იყო. ან კიდევ საინტერესო რაღაც არის რომ კეისარის დინასტია იყო აი ამ ეს დინასტია რომელსაც ჩინგი თუ კინგი შეიძლება მოვიხსენიოთ იყო მანჯურული წარმოშობის და მათ შემოიღეს ძალიან ბევრი წესები, თუნდაც ეს როგორ გარეგნულად როგორ უნდა თმები როგორ უნდა გაეკეთებინა ჩინელმა მამაკაც ან კიდევ როგორ ჩაეცვა ის რაც მანჯურებში იყო ტრადიცია და ეს ჰან ჩინეს ძალიან აღიზიანებდა და აღიზიანებდა დასაწყისთანვე და შემდგომაც და ესეც გამოიყენეს და მოკლედ მოხდა რომელიღაცა გმირის ინიცირება რომელიც გაქრისტიანდა და თავს ღვთიურ მეფედ მიიჩნევდა აიყოლია და ააყვნენ ეს უმცირესობები და მოკლედ ეს მერე ესე ნელ-ნელა იცით იმხელა აჯანყებაში და ისეთ სამოქალაქო ომში გადაიზარდა რომ 20-დან 30 მილიონამდე მსხვერპლი ჰქონდა. აი წარმოგიდგენიათ იცით მაშინ იყვნენ მისიონერები, ეხლა ჰქვიეთ მათ NGO-ები. ეს არის რეალობა, თუ ჩვენ დიდ სურათის თანახვას შევეცდებით. შეგნებულად მოხდა
აი ამ მისიონერებზე დაყრდნობით, რომლებიც რომელსაც ვითომ რელიგიური მიზნები ამოძრავებდათ პოლიტიკური მოძრაობის და უკმაყოფილების სამოქალაქო ომის გაჩაღება. და ეს აჯანყება იყო გეტყვით 1851-1864 წლებში და რასაკვირველია თუ სწორედ დაემთხვევა აი ამ ოპიუმის ომების პერიოდს და წარმოუდგენლად დაასუსტა ჩინეთის სამეფოს შანსები, რომ წინააღმდეგობა გაეწია აი ამ კოლონიზაციის პოლიტიკისათვის. და შემდეგ იცით მოხდა ვკითხულობ ისეთ საშინელ რაღაცებს, რომ ყველას გაიხსნა მადა, როგორც დაჭრილი დიდი ფრინველი რომ არის და ძერები და მიესევი ან სვავები, ყველას გაიხსნა მადა და მოკლედ ჩინეთში ეს ხან რომელი პატარა ქვეყანა, მაგალითად ნათქვამია რომ ბელგიაც კიო, პატარა ქვეყანა როგორც ბელგიაო, ისიც კი ცდილობდა რომ თავიანთი რაღაც ტერიტორიები მიეთვისებინათ და თავიანთი ასე ვთქვათ ფინანსური და სხვა ინტერესები გაემყარებინათ. მოკლედ ძალიან ცუდ დღეში იყო ჩინეთის სამეფო, შემდეგ მოხდა იაპონიის მხრიდან კიდე შეტევა, მანჯურიის დაკარგვა, შემდგომ კონფლიქტი მაშინდელ მეფის რუსეთთან, მოკლედ ძალიან ცუდი დრო აქვს გადატანილი და აი ამ 100 წელიწადს ეძახიან მათ ისტორიაში როგორც შეურაცხყოფის და დაკნინების წელიწადს. გერმანულად Demütigung, ხო? და ეს ერთი პერიოდი სოციალისტურ ჩინეთში ეს თემა არ იყო თურმე აქტუალური, მაგრამ შემდეგ მოხდა მისი როგორც სკოლის სახელმძღვანელოებში, ასევე ისტორიულ წიგნებში შეტანა მისი გაანალიზება და ამან გავლენა გამოიწვია რასაკვირველია ხალხის მეხსიერებაზე, საერთო მეხსიერებაზე, კოლექტიურ მეხსიერებაზე. და იცით, შეიძლება ითქვას, რომ მე უკვე სხვა თვალით დავინახე, აი ეს თავშეკავებლები ხომ არიან ჩინელი პოლიტიკოსები, მაგრამ ძალიან გრძნობიარე რეაქციები ჰქონდათ, როცა გერმანელმა პოლიტიკოსებმა და მე ვგულისხმობ არა კონსერვატორულ მოძრაობას, არამედ აი ახლანდელის მწვანეების და სოციალისტების მთავრობამ იქ რაღაც შიგა პროცესებზე თითების თქნება და ჭკვის სწავლება დაუწყეს ძალიან მკაცრი რეაქციები ჰქონდათ და მე რაც ვიდეოებს უყურე წარმოუდგენელი ჩინელისათვის წარმოუდგენელი რეაქციებიც იყო აი ამ ვიდეოებზე. ძალიან ეხლა იტყვით თქვენ რომ ეს ჩინეთი საიდან გაგახსენდა. ჯერ გამახსენდა, ეცით იმ დროს როცა მე წავიკითხე რომ თეთრი სახლი ადანაშაულებსო ამ USAID-ს ავღანეთში ოპიუმის მინდვრებისათვის მელიორაციის წყალგაყვანილობის სისტემის მოწყობაზეო და კიდევ ალ-ქაიდას უკვებაზეო, ეხლა ეს ალ-ქაიდას თემა დავტოვოთ და აი ეხლა ეს ალბათ უნდა გამოიწიონ კიდე, მაგრამ რადგანაც თეთრი სახლი თვითონ ათანაშაულებს ამ ორგანიზაციას, ხა შეიძლება ხელშეკრულებაში არ წერია, რომ ეს მელიორაციის სისტემისათვის გაღებული მილიონები იყო ოპიუმის წარმოებისათვის, რომელიც უნდა შესულიყო მე ამ ქვეყანაში თუ იმ ქვეყანაში, ამ ქვეყნის დასასუსტებლად თუ მის დასამონებლად, ეს არ ეწერება როგორც იმ ხელშეკრულებაში, სადაც ოპიუმის ომი იყო და ცნობილია როგორც ოპიუმის ომები, თქვენ ინტერნეტში რო ჩაიხედოთ, იოლად ნახავთ. და ეს ერთი სიტყვით იყო მხოლოდ ოპიუმი ნახსენები. თითქოს ამასთან არაფერი კავშირი არ ჰქონდა. აი ამან გამახსენა და კიდევ უფრო სხვა კუთხით დავინახე მოვლენები, აი თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, როგორ გავრცელებული იყო ნარკოტიკები 90-იან წლებში. და რასაკვირველია, ეხლაც და არის ძალიან დიდი პრობლემა, ამას მე ხა მანდ არ ვარ, მაგრამ მესმის და ამას ყველა ლაპარაკობს და ასევე
ის ფაქტი, რომ აი ეს რამდენიმე წლის წინ მოხვდი სადღაც ფორუმში, სადაც ჩემდა გასაოცრად წავიკითხე, რომ ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ აი იქ თბილისის ცნობილ კლუბს უსახელებდნენ, რომ აი იქ ძალიან კარგი დროის გატარება შეიძლება, სრული თავისუფლება არისო. და ნუ ეს სრული თავისუფლება მეც მივხვდი და მე რომ ველაპარაკე ნაცნობებს, მითხრეს, რომ ეს არის სრული თავისუფლებაში აღექმებოდა ეს კლუბური ნარკოტიკების მოხმარების თავისუფლებაო. ეხლა ეს თქვენ წლებია უკვე რაც ეს იყო, მაგრამ ეს თქვენ უკეთ მოგეხსენებათ. მე კი მენიშნა ბევრი რამე, რომ ქვეყნის დასუსტებისათვის ეს აი მაშინდელი როგორც ვთქვათ, მისიონერის მაგივრად, ეხლა იყენებ NGO-ს, რომელიც ნდობით მუშაობს, რასაკვირველია, აქაც ძალიან კარგ საქმებს აკეთებენ, რომ იმის იმიჯი მოიპოვონ, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ არავინ არაფერს არ გჩუქნის, არც პირად ცხოვრებაში, არც ქვეყნებთან ურთიერთობაში არ არსებობს ქვეყნების მეგობრობა, არსებობს მხოლოდ ინტერესები. პირად ურთიერთობაში კიდევ შეიძლება იყოს, როცა ანონიმურად გჩუქნიან, აი ის საჩუქარი, ის შემოწირულობა არის ნამდვილად უანგარო და აი ეს გამწვავება, შიდა კონფლიქტების ინიცირება, აი ეს ბევრი რაღაცა მენიშნა და მაინტერესებს ასევე თქვენი აზრით და რასაკვირველია, ჩემი ვიდეო არის იმისათვის, რომ დავფიქრდეთ და პარალელები გავაკეთოთ. ეს მეთოდები, როგორც ჩანს, 10 წლები კი არა, უკვე 100 წლები არის გამოთვლილი. და მე კი ვიტყოდი, რომ ეს ნარკოტიკები და ნარკოტიკები ანგრევენ საზოგადოებას და ჩვენთან გერმანიაში აი ამ მართველი პარტიის ჯანმრთელობის ministrმა ძალიან იბრძოლა და მარიხუანა გახადა ლეგალური. და ისე რომ ყველგან შეუძლიათ მოწევა და ყველგან შეგიძლია შეიცინო. მოსახლეობის დიდი ნაწილი არის წინააღმდეგი, მეც რასაკვირველია და ეხლა ჩემო მეუღლემ დღეს მითხრა, რომ ძალიან საინტერესო გამოკვლევა ვნახეო, რომელიც კიდევ უფრო მეტად აანალიზებს იმ უარყოფით მოვლენებს, რომელსაც მარიხუანას მოხმარება იწვევს. პიროვნების შეცვლას იწვევს, ეს ახლა მე რაც ვიცი და თქვენ თუ ინტერესი გაქვთ აი ამ თემის, აი ეს სტატია რაც იყო და ეს დაბეჭდილა შვეიცარიულ ეს მთავარ შვეიცარიულ გაზეთში, შემიძლია რომ გამოვაგზავნინო და შემიძლია ამ თემაზე მარიხუანას მოხმარების შედეგებზე, უარყოფით შედეგებზე ასევე პატარა ვიდეო ჩავწერო. მე კი გისურვებთ და უსურვებ ყველას ისეთ მყარ ქვეყანაში ცხოვრებას, რომელიც შეძლებს თავისი მოსახლეობის დაცვას აი ამ ნარკოტიკების მავნე ზეგავლენისაგან და კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა.